15-16 მარტი ეს არის თარიღები და დღეები, როდესაც კიდევ ერთხელ ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა მოხალისეებმა, ჩვენმა აფხაზეთის მკვიდრმა მოსახლეობამ ყველას ანახა ის, რომ რა შეუძლია ქვეყნისთვის თავდადება, სიმართლისთვის ბრძოლას და თავგანწირვას, იმიტომ რომ გაცილებით აღმატებული მოწინააღმდეგე უტევდა სოხუმს და ფაქტობრივად 16 მარტს მოხდა სოხუმზე რუსების მიერ დაგეგმილი გენერალური შეტევის ჩავარდნა. გუშინ იყო 15 მარტი, მე მინდა ყველა არტილერის ყოფილს და მოქმედს მიულოცო ეს დღე, რამე თუ არტილერია ჭეშმარიტად იმ დღეებმაც დაადასტურა, რომ არის ომის ღმერთი. უსამძიმრებ თითეულ იმ ოჯახს, ვინცი შვილებიც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე, კიდევ ერთხელ უსამძიმრებ თლიანად ჩვენ ქვეყანას და კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრი ყველა იმ მებრძოლის და გმირის წინაშე, ვინც სახე შეუნარჩუნა ჩვენ ქვეყანას მაშინაც და იმის შემდგომაც. ჩვენი სამშობლო იქნება თავისუფალი. არავის არ ენახა ამისთანა დაბომბვა, ამისთანა ცეცხლი, რომელიც 16 მარტში იყო ამ ომში და არ დაიბნენ ბიჭები, რაც შეიძლება და გავაკეთეთ. იმ დღეს სოხუმი დავიცავით, ამიეცით თელს, რომ ქალაქი აეღოთ და მოვიგერიეთ ებრძოლა.